საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ გრუზინსკი სამუშაო ვიზიტით ხონსა და სამტრედიას ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ ხონის მუნიციპალიტეტის სამუსიკო და სამხატვრო სკოლები მოინახულა. ასევე ხონის კულტურის ცენტრის დარბაზში გაიმართა შეხვედრა სახელოვნებო სკოლების წარმომადგენლებთან და ხონის სასულე ორკესტრის წევრებთან. შეხვედრას დაესწრნენ ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და კულტურის სამინისტროს სამსახურის უფროსი თამარ ჩარგეიშვილი. კულტურის მინისტრის მოადგილე სამტრედიის მუნიციპალიტეტსაც ეწვია. სამწუხაროდ რაღაცა ისეთი პოლიტიკა მიმდინარეობდა, რომ ხდებოდა ჩვენი ხელოვნების ჩაკვრა, მოდით ესე ვთქვათ, და ჩვენ ვცდილობთ ხა აღვადგინოთ. თუნდაც ის ხელოვნების დეცენტრალიზაცია არ შეიძლება. მეტად არ შეიძლება. შემოქმედებითი კუთხით არ შეიძლება. გაკეთება, აგერ თქვენ მოისმინეთ რა ხდებოდა, რომ ითხოვდნენ პირდაპირ, რომ სპეციალისტები გამოგზავნოთ, რასით დავეხმარებით. თხოვნა იყო მეთოდური დახმარებისგან, მან აღვიქვა, რომ დაგვეხმარება და ვითანამშრომლებს კულტურის სამინისტროსთან. ეს ბევრ რამეს ნიშნავს. მეთოდური დახმარება გჭირდება აუცილებლად. სახელმწიფო გჭირდება, ტექნიკა გჭირდება.